მშვიდობისა მეგობრებო, დღეს განსხვავებული სიუჟეტი უნდა შემოგთავაზოთ. სპორტის თემას ეხება. დღეს უნდა გაგაცნოთ ლაგოდეხელი ახალგაზრდა. დღეს ის შერეული ურთა ბრძოლების მებრძოლი გახლავთ, MMA-ში ჩხუბობს. ეს გახლავთ შოთიკო ჯაფიაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ სიუჟეტისთვის თბილისიდან ჩამოვიდა, დღეს მის ოჯახში ვიმყოფები და შოთიკო მოგვიყვება მთელ ისტორიას, როგორ დაიწყო და პროფესიონალურ რინგამდე როგორ მივიდა. ამოვყევით და შოთიკო მოგვიყვება თავის ისტორიას. წავედით. ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და ფინალში გადავიდა მებრძოლი ლუჩკუთეში შოთა ჯაფიაშვილი. შენ ხარ შერეული ურთა ბრძოლების მებრძოლი. კი, 13 წლიდან დავიწყე ბრძოლები რა. ჩვენთან ვარდისუბანში, კახეთში, კრივის წრე იყო, სადაც დავიწყე სიარული. არ ვიცი, რაღაცნაირად მოვიწამლე რა, შემიყვარდა ძალიან მართლა. ჩემი მწვრთნელი იყო ალექსი პირუხაშვილი, რომელმაც კრივი დამაწყებინა და დღესდღეობით ჩემი ხელის ტექნიკაც და ყველაფერი ეს მაინც დაწყებიდან ამბანი რო დავიწყე, იქიდან ესე ლამაზად ჩამოყალიბებული ხელი მაქვს და კარგად ვიქნევ. ალექსი მასწავლებელმა მითხრა, რომ სბორზე უნდა გაგიშვათ. რომ დავინახე ეს ბიჭები, ეს მოკრივეები, დავინახე რამხელა და როგორი დიდი პერსპექტივა იყო რა ქალაქში. და ეს უფრო ორჯერ მეტად мотивация იყო ჩემთვის. სოფელში რო ჩამოვედი, რამოდენიმე თვე იყო და ოჯახში ვთქვი, რომ მეთქი უნდა წავიდე მე. აქ ვერ გავჩერდები. იმიტომ რომ რაღაცა ჩემი გული სხვას მეუნება და დღესაც ეგრეა, რომ აი რაღაც სხვას მეუნება, რომ პრობლემა თახოვა მოგცე ის. კი, ჩავალაგე ბარგი მოკლე და წავედი. 15 წელს ვარ, 16 წელი შემისრულდა, ჩავედი ქალაქში, თბილისში. სკოლის მოსწავლე, თან უკვე აქ ვსწავლობ და ეხლა როგორია შეიცვალე საცხოვრებელი ადგილი, ყველაფერი გადადი, მაგრამ არა, აი არ ვიცი. როგორც სიმართლე შიში არ მქონა რა, აი არ მეშინოდა არაფრის. ისე მოხდა, რომ გადავედი MMA-ზე, ვარჯიშობდი. 16 წლიდან დავიწყე იქ ვარჯიში, ერთ-ერთ კლუბში. პირველი შენი სამოყვარულო, ანუ ესე დებიუტი რინგზე როდის შედგა? და ვისთან მოგიწია დაპირისპირება? ხო, აი ახლა ვიტყვი, პირველი MMA-ის დებიუტი, მაშინ სამოყვარულოში, სახეში არ ურტყავ, ესე წესებია, რომ სახეში არ ურტყავ, იმიტომ რომ ბავშვი განვითარდეს და რამე ტრავმა არ მიიღოს და არის მუცერში და ჭიდაობა და ასე შემდეგ, ტკივნეულები. პირველი ვიჩხუბე მიშო გიგლემიანთან, ეხლა კარგად ვართ, მაკაცობთ, ისეთი მეგობრები ვართ, ერთმანეთს ვანვითარებთ და ესა დავმარცხდი მაგათან. პირველი შეხვედრა მარცხით დავიწყე. და საერთოდ მანამდეც კინბოქსები მქონა ნაჩხუბი. სანამ MMA ესე წამოიწეოდა წინ ეს ურთა ბრძოლები და სიმართლე გითხრა მოგებებით არ დამიწყია. მარცხდებოდი, მაგრამ ისეთ ბიჭებთან მარცხდებოდი, რომ დღეს აი სასწაულები არიან რა და იმ მომენტისთვის მე არ ვიცოდი, იმიტომ რომ აქედან ჩასული ვიყავი. არც ვიცოდი ვინ იყო. აქ საინტერესო კითხვა მიჩნდება. პირველი მარცხი, ხა ზოგისთვის მარცხი შეიძლება აღმოჩნდეს კარიერის დასაწყისის დასასრული. ხო. იმიტომ რომ ფსიქოლოგიური თემა არის. შენ შემთხვევაში მარცხმა რა გავლენა მოახდინა უკვე სამომავლო შენი ამ სპორტის განვითარებისთვის და უფრო мотивация მეტი მოგეცა რომ აი აქ მინდა რომ შენი აზრი მაინტერესებს. კი, აი ახლა ვიტყვი რომ დავმარცხდი. ეს მოგებები რომ წაგებები რომ მიყვა ერთმანეთს. ანუ მეორეს წაგებით ხო, რა, ანუ წავაგე და პირველი და მეორე ჩხუბი. მეორე ეს პირველი კინბოქსი ვიჩხუბი, მეორე MMA დებიუტით წავაგე. და ანუ როგორ ვიყავ, ვიცი რომ აქედან რომ ჩავედი, იმდენად მოტივირებული ვიყავ, მეთქი მე ვინმე მომიგოს. აი მოვკვდები და არ დავნებდები არავითარ შემთხვევაში და მახსოვს რომ აი ის პირველი ჩხუბი კაი არაუშავს მოხდა გამოცდილება მეორე რომ წავაგე გავედი ოთახში 9 წელი წვიროდი რა აი რაღაცნაირად დედაჩემს დიდი მადლობა მაგისთვის ჩემი мотивация და ყოველთვის აი ეს სულ სიტყვებით მან უგეშევდა ხოლმე და მაწყნარებდა ხოლმე და გამოვა იშრომე და აი ზუსტად აი მაგას ვიძახი რომ დავიწყე შრომა ჩავერთე მთელი გონებით ამ სპორტში და
ზედიზედ მოვიგე 2 საქართველო. ეს სამოყვარულო დონეზე? სამოყვარულო დონეში საქართველო მოვიგე MMA-ში და ცალკე კიდევ დამატებით გრეპლინგის ჩემპიონატი იყო საქართველოს ჩემპიონატი და ისიც მოვიგე. ანუ გრეპლინგს იმიტომ ვჭიდაობდით, რომ გამოცდილების მიზნით და MMA-ში ვჭირდება, იმიტომ რომ ჭიდაობა არის და მოვიგე. მის მერე მიყვა მოგებები რა. სოფლიო ჩემპიონატში მზადება დავიწყე. აი ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, ძალიან კარგად ვიყავი, ჩავედი და პირველი ბრძოლა გადავლახე, მეორე პირველივე რაუნდში დავამთავრე და მესამე ხვდებოდი ტაჯიკ მებრძოლს იბრაჰიმ რაჰიმზოდას. სუგურში ვიძახი რომ მაინც შევხვდები მაგას, აი სადღაც მაინც შევხვდები აუცილებლად, იმიტომ რომ ერთი წონისები გვართ და აი აუცილებლად გადავეყრები და აი ძალიან ძლიერი ბიჭი იყო რა. მოვაწერე ხელი გამას ორგანიზაციაში, გამა MMA-ში. მოვაწერე რომ განვითარდე რა. შენ ძირითადად რომელ წრეზე ჩხუბობ? ნუ აქ შერეულია რა თქმა უნდა, ჭიდაობაც უნდა იცოდე, კრებიც უნდა იცოდე. შენი ძირითადი ბრძოლის მიმართულება რომელი არის? უნივერსალი ვარ. აი ყველაფერს ვაკეთებ. მაგრამ უმეტესად დგომში. დგომში შემიძლია რომ ხელში სტრაიკინგში აი რა ვიცი, არავისთან გამჭირვებია და ყოველთვის ვარ ვითარებ ამ ჩემ პლუსს. თავარია მოგება რა თქმა უნდა, მაგრამ აი იწამლები რა, როგორც კი აი ეს დგომში იჩხუბებ, ხელში იჩხუბებ, სტრაიკინგს აჩვენებ და ეს გაიხსნები ამას ვეძახი. დაწყებული შენი პირველი ვარჯიშიდან დღემდე რაც მოხვედი, ბევრი შეზღუდვები გექნება რა თქმა უნდა. კვების მიმართ, ალკოჰოლის მიმართ, ყველაფრის მიმართ, კი. ანუ ბევრ რაღაცაზე უნდა თქვა უარი, რომ მოხვიდი ამ დონემდე, ხო? ეხა აი კარგია რომ მკითხე რა, იმიტომ რომ ხალხს ნებისმიერ შევკითხო, აი ვიჩხუბებდი, მაგრამ ოღონდ წონისკლება არ იყოსო, ან ნებისმიერ რაღაც. აი ეხა როგორ ვარ? ღმერთს მადლობა, რომ აი ეს დისციპლინა მაქვს და გამოვიმუშავე რა. აი მაგის გარეშე არ შემიძლია იმდენად ვარ უკვე, რომ სხვანაირად არ გამოდის. დღეში რამდენი საათი ვარჯიშობ? დღეში გამოგდის, ნუ ორჯერ ვარჯიშობთ დღეში. მაგრამ ნუ 2 საათნახევარი არის ვარჯიში. 2 საათნახევარი არის ვარჯიში, კარგი სრული ვარჯიში 2 საათნახევარი. ანუ დღეში გამოგდის 5 საათი ვარჯიში. მაგრამ აი მაგ ანუ ვარჯიში არაფერია გარდა იმ დისციპლინისა. ნულიდან დაწყებული რომ მიხვიდე გამარჯვებამდე. წარმატების ფორმულა რა არის მებრძოლისთვის? უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს და იმ მომავალი დაუშვათ ადამიანებისთვის, რომელიც ფიქრობენ შენს მსგავსად მიყვნენ აღნიშნულ სპორტს. ხო. აი მაგას ყოველთვის ვეძებ, მაგრამ მე აი უფრო მეტად რო გავიგო ჩემ თავს და გავუთავისო, მაგრამ აი ეხა ნებისმიერს ვეთყოდი რომ სწორი შრომა, აი შეიძლება ტალანტი იყოს ადამიანი და ბევრიც ვიცი, მაგრამ აი შრომა ყოველთვის გადაჯობნის ნებისმიერ რაღაცას და რწმენა თუ გაქვს ადამიანს და შრომა აუცილებლად მიაღწევ იმას. ეხა პროფესიონალი ეხა დებიუტი ჩავატარე, ერთი ჩავატარე ჯერჯერობით. ველოდები ბრძოლას შემდგომ არ ვჩქარო. ანუ ჯერ პირველი დებიუტი კი ჩატარებული. კი, დებიუტი. არ ვჩქარობ. თან ახლა წონაც შევიცვალე 60-ში რო ჩხუბდი, ახლა უკვე დაბლა ჩავედი 65-ში ვჩხუბობ, 65 კილოგრამო წონის კატეგორიაში. და ცოტა რთულია რა, ესე მალ-მალე მივაყოლო ბრძოლები, იმიტომ რომ წონის კლება მიწევს. ამავდროულად რაღაცა შუალედია, ოქროს შუალედი არსებობს, სადაც განვითარებაც უნდა მოასწრო. ყველაზე შენი მხურვალე გულშემატკივარი ბრძოლის დროს ვინ არის? რა თქმა უნდა, დედაჩემი, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობს ხოლმე. ბრძოლას უდასწრებია. თუ მაგას დასწრები არ ქვია რა. ანუ ყოფილა, თან მე არ ვიცოდი თურმე და უბრალოდ გაიხედავდა იქი თვალებს დახუჭავდა თურმე როგორც მომიყვეს და ბრძოლა რომ მორჩა და ეს ტაში რო იყო და აქეთ ჩემიანები რო ყვიროდნენ ხდებოდა რომ ვიგებდი. აგით თორე არა რა ძალიან რთულია დედისთვის რომ ბრძოლას უყუროს თავის შვილიშვილს და ეხა მესმის მაგისიც. დანარჩენი ნუ დედაჩემი რა და ეს мотиваციასაც მაძლევს ძალიან. სამომავლო გეგმები რომ მითხრა ეხლა შენი არ ვჩქარობ სიმართლე რო გითხრა,
ამ სპორტში ცვალებადია ყველაფერი. რა, ვერ განსვაზღვრო და ვერ გაიგებ სად იქნები და როგორ იქნები. შეიძლება უცებ გაგიმართო, სწორ ადგილას და სწორ დროს მოხდე და რაღაცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. შეიძლება უცებ მოხდეს ისე, რომ წვალება მოგიწევს და ყველას აქვს თავისი დრო. ისე ვიმეორებ, რომ შრომა და შრომა ყოველთვის და რწმენა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაკარგო. ესე წინასწარ ვერ განსვაზღვრო, მაგრამ ამ მომენტისთვის მინდა რომ არ ვიჩქარო, ჩავატარო ბრძოლები, ჩემი წაგების ციფრი იყოს ისევ ნულიანი, რა თქმა უნდა, და ავიდე მოგებებისკენ წინ, ნენელა ავიმაღლო ეს რეკორდს ვეძახით. ამჯერად 1-0-ზე მაქვს და ვეცდები რომ უახლოესი ბრძოლა როდისა გაქვს? ან მარტში ან აპრილში, აი მაგ 3 თვის შუალედში. მოდი ეხლა ერთი ილეთი მე და შე რო სპარინგი ჩავატაროთ. სურვილი გაქვს ჩემთან სპარინგო? რა ვიცი, შენ თუ გაქვს სურვილი. შენ თუ გაქვს სურვილი, არ იქნება პრობლემა. მაქვს სურვილი. ილეთი რომელიც შენ დაუშვათ შენთვის მიღებ ხო არიან მებრძოლები რომელიც თავის საყვარელი ილეთი აქვს რა ზოგს დარტყმა ზოგს მაგალითად რაღაც ჭიდაობის მოძრაობა ილეთი შენთვის ყველაზე საყვარელი ილეთი მაინც ხელი არის? კი. ეხლა მე რო თუ შენ დაგარტყო თუ აიცილ ეხლა დაუშვათ. კი და თან აი ზუსტად მაგ ვუტყავ ხოლმე. აი ზუსტად მაგ ვუტყავ ხოლმე. ანუ მე ეგრე ვარ ხოლმე, მაგ სტილზე ვარ, რომ აი ვიწევ, მოკლედ. ორივე ნომრად მუშაობ, არის პირველი ნომერი, მეორე ნომერი და რა მიხსნა ეს პირველი ორი ნომერი რას ნიშნავს? ადე. მე შენ გიწევ და შენი ძულებულს ხდი, რომ შენ მე სოლო დამარტყა. ეხლა შენი ეს წინა ხელს ეძახიან მარცხენა ხელს მოდის ჩემთან მეგობრებო ხვალ შანუჯებული რომ ნახოთ არ გაგიკვირდეთ გამოუშვი ანუ არა ეს ხელი გიწევ აი ჩემი საყვარელი ილეთია რომელსაც აი ყოველთვის გადი და ყველას ვარ ანუ აქ დაუცველი უჩები აი აქედან უძლური ხარ ჩათვალე აქედან უძლური პირიქით შენ რო გააკეთო და მე რო დაგარტყა თუ შეიძლება მოდი ანუ მიტყავ და აქედან ოკეი აქედან ჭიდაობაში როგორ ახარ? კარგად. ნუ ეხლა ამას არ გავიჭიდები მეგობრებო. შოთიკო, ორმესი მადლობა უნდა გადაგიხადო. მადლობა შენ და მადლობა. შენ ხარ ჩვენი კუთხის ლაგოდიხის, ესე ვთქვათ, სახე ამ სპორტის მიმართულებით, რომელიც წარმოაჩინე ჩვენი კუთხე, ჩვენი მუნიციპალიტეტი, წარმატება მინდა გისურვო შენ საბრძოლო ხელოვნებაში, შენს კარიერაში და უახლოეს მომავალში უმაღლეს ლიგაზე გვენახოს შენი თავი ჩემო მეგობარო შენ ხარ ფაქტურად ლაგოდიხის ერთადერთი სახე რომელიც აღნიშნულ სახეობის ორთაბრძოლებში იღებს მონაწილეობას პირად ცხოვრებაში წარმატება და ბევრი მოგება მადლობა შენ მადლობა შესმაყურებელს და ავიცი ჩემი ოცნებაა რომ თუნდაც სულ რო ერთი ადამიანი იყოს და ერთი ბავშვი იყოს იმისთვის მოტივაცია ვიყო მე ეს გამიხარდება და წარმატებებს უსურვებ შრომა და შრომა. შოთი მთელი ლაგოდიხი გულშემატკივრობს პირადად მე და მინდა ჩვენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ვთქვა რომ აღნიშნულ ბრძოლებზე ეს ერთგვარი მხარდაჭერა და სტიმული არის ნებისმიერი მებრძოლისთვის თუნდაც ერთი ლაიკი, თუნდაც ერთი კომენტარი, იმიტომ რომ ბრძოლის მერე როცა თუნდაც დამარცხების, თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყავდეს შენ ხურვალი გულშემატკივარი და ბევრ გულშემატკივარს გისურვებ. კიდევ ერთხელ წარმატება, ჩემო ძმაო წისვლა და მადლობა კიდევ ერთხელ მასპინძლობისთვის, შენ ოჯახში ვიმყოფებით. სპეციალურად მინდა აღვნიშნო, რომ ამ სიუჟეტისთვის მოგიწია თბილისიდან ჩამოსვლა, იმიტომ რომ იმდენად გადატვირთული რეჟიმი გაქვს, მოუცლელი ხარ ფაქტიურად მშობლებსაც ვერ ნახულობ, შენი ამ ვარჯიშიდან გამომდინარე. მეგობრებო, დღეს ამი დაგემშვიდობებით, შოთას ბევრ წარმატებას უსურვებთ, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ დროებით კარგად ბრძანდებოდეთ. გამარჯვებულია შოთა ჯაბიაშვილი